მაგრამ რეალურად სიტუაცია არის გაცილებით უფრო რთული. საქმე ის არის, რომ ჩვენ გვინდა, ჩვენ ჯერ არ განგვიმარტია ის თუ რა არის ორგანიზმისათვის ხელსაყრელი პირობები. მაგალითად, ჩვენ თუ მოვათავსეთ ადამიანი უწყლოდ და უსაკვებოდ სადღაც არ ვიცი, ჩაკეტილ ოთახში, ის ალბათ რამოდენიმე დღის განმავლობაში იარსებებს ამ პირობების და მიუხედავად. ჩვენ თუ მოვათავსეთ ადამიანი ტემპერატურაზე 50 გრადუსი, გარკვეული 1 საათის განმავლობაში ის იარსებებს, მაგრამ შემდეგ ის მოკვდება. თუ ჩვენ მივეცით არასაკმარისი საკვები, შეიძლება ის წლების განმავლობაში იცხოვროს, მაგრამ ამავდროულად უფრო ადრე დაემთხვეს რაღაც დაავადება, შეეყაროს ინფექცია და მოკვდეს იმაზე ადრე, ვიდრე შეიძლება ეცხოვრა თუ რესურსების რაოდენობა ან ფაქტორების მნიშვნელობა იქნებოდა უფრო ხელსაყრელი. ამიტომ გამმარტება იმისი, რომ პირობები არის ხელსაყრელი, არ არის მხოლოდ ის, რომ ორგანიზმი ესე იგი სწრაფად კვდება ან სწრაფად არ კვდება. ყოველთვის ეს არის პირობითი და წინასწარ ჩვენ გვინდა უნდა განმარტოთ, რას ნიშნავს ორგანიზმის წარმატება. ნიშნავს ორგანიზმის წარმატება ის თუ ის ცხოვრობს და არ კვდება ერთი დღის განმავლობაში. არა? შეიძლება ესეთი პირობები შექმნათ, რომ რამდენიმე საათში მოკვდეს, მაგრამ შეიძლება რომ ერთი დღე ან რამდენიმე დღე იარსებოს. ან შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ პირობები არის ხელსაყრელი იმისთვის, რომ ორგანიზმი წარმატებით გამრავლდეს. არა? ესე იგი შეიძლება ორგანიზმი დაიბადოს, იცით თქვენ ტყვეობის პირობებში ძალიან ბევრი ორგანიზმი ძალიან კარგად ცხოვრობს და ცხოვრობს თაობების, მაგრამ მთელი მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ ამავე დროს ძალიან რთულად ხერხდება ამ ცხოველების გამრავლება. იგივე ეხება მცენარეებს. ბოტანიკურ ბაღში, თბილისის ბოტანიკურ ბაღში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უამრავი რაოდენობის ეგზოტური მცენარე, რომელიც ტროპიკებიდან არის შემოყვანილი ან სხვა ქვეყნებიდან არის შემოყვანილი, მაგრამ ამავე დროს ეს მცენარეები ძალიან ხშირად ვერ აძლევენ ნაყოფს. ესე იგი, სიცოცხლე ამ მცენარის არის შეზღუდული ერთი ინდივიდის ცხოვრებით. პოპულაცია, ანუ ჯგუფი მცენარეების, რომელსაც ჭირდება არა მარტო ცალკეული ინდივიდების ცხოვრება, არამედ მათი გამრავლება, ნაყოფის მოსხმა და მსგავსი, არა, ჩვენთან იზრდება შავი ზღვის სანაპიროზე ბანანები, მაგრამ ბანანის ხილი ჩვენ შემოგვაქვს უფრო თბილი ქვეყნებიდან. შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ ეს პირობები არის ხელსაყრელი შესაბამისი ორგანიზმებისათვის. ძალიან რთულია, ესეთი მკვეთრი საზღვარი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ შესაბამისად შეგვიძლია შემოვიღოთ ისეთი წერტილი, ან შეიძლება ისეთი ვიწრო ტოლერანტულობის საზღვრები, სადაც ორგანიზმი მაქსიმალურად ახორციელებს მის ბიოლოგიურ შესაძლებლობას, კერძოდ მრავლდება და მრავლდება ისე, რომ მთლიანად ჯგუფი ორგანიზმების არ ამოწყდება დროის განმავლობაში, იმიტომ რომ არასაკმარისად მრავლდება, ან უფრო მეტს კვდება, ვიდრე მრავლდება. და არის რაღაც გარკვეული პირობები, სადაც ეს ორგანიზმი ცხოვრობს, მაგრამ ცხოვრობს უარესად, ან ვერ მრავლდება, ან კვდება უფრო ადრე, ან შეიძლება უძლებს რამოდენიმე რაღაც დროის განმავლობაში და შემდეგ მაინც იღუპება და ცხოვრობს გაცილებით ნაკლებს, ვიდრე არის მისი ბიოლოგიური პოტენციალი. ამიტომ ჩვენ შემოგვაქვს ისეთი რამ, როგორც ცნება ისეთი რამ, როგორც პასუხის მრუდი. ესე იგი, გარემო პირობებზე პასუხის მრუდი. ამ წერტილში, აი ამ სურათზე არის ამ პასუხის მრუდის მაქსიმუმი, შემდეგ მცირდება წარმატება ორგანიზმის და ოპტიმალური ზონიდან, ეკოლოგიური ოპტიმუმიდან ორგანიზმი გადადის სუბოპტიმალურ პირობებში, ანუ ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში და პესიმალურ პირობებში, სადაც მას შეუძლია რაღაც განმავლობაში არსებობა, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ალბათ კვდება. აი ჩვენ შეგვიძლია ეს იგივე კუბი, რომელზეც ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, აი ესე გამოვსახოთ და ცალკეული წერტილები ამ სურათზე აღნიშნავენ ცალკეულ ორგანიზმებს.
და თქვენ ხედავთ, რომ სიმჭიდროვე ამ წერტილების, ესე იგი ორგანიზმები არიან ამ სივრცის რაღაც შედარებით დიდ ნაწილში, მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლებ ნაწილში არის კონცენტრირებული ამ ორგანიზმების დიდი წილი, სადაც სიმჭიდროვე ამ წერტილების არის დიდი. და საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია ეკოლოგიური ჰატჩინსონის ეკოლოგიური ნიშა წარმოვიდგინოთ ნაკლებად კუბის სახით, არამედ ესეთი სამცვლადიანი ელიფსოიდის სახით. ესე იგი, ელიფსოიდი რას ნიშნავს? ეს არის სივრცული ელიფსი, ну რაღაც კვერცხისნაირი ფორმა და რაში არის საქმე, რომ იქ სადაც ტოლერანტულობის საზღვრები ერთი ფაქტორის უახლოვდება თავის ექსტრემალურ მნიშვნელობას, ესე იგი, სადაც ორგანიზმს ჯერ ცხოვრება შეუძლია, მაგრამ არც ისე თუ კარგად და მეორე ფაქტორიც არის ექსტრემუმთან მიახლოვებული. ალბათ ამ შემთხვევაში სიცოცხლის გადარჩენის ალბათობა ორგანიზმის მნიშვნელოვნად შემცირდება და რეალურად, ესე იგი, რეალური ეკოლოგიური ნიშა ჰატჩინსონის იქნება არა ესეთი კვადრატი, არამედ უფრო ელიფსი ან რგოლი, რომელიც ამ კვადრატში არის ჩასმული. სამცვლადიან სივრცეში ეს იქნება ესეთი სამცვლადიანი ელიფსოიდი. ჩვენ შეგვიძლია ჰატჩინსონის ნიშა წარმოვიდგინოთ როგორც n-ცვლადიანი ელიფსოიდი, რადგანაც ფაქტორების რაოდენობა, რომელიც ორგანიზმზე მოქმედებს, შეიძლება იყოს ძალიან ბევრი, შეიძლება იყოს ათეული ესეთი ცვლადი და ამას სამწუხაროდ ჩვენ გრაფიკზე უკვე ვეღარ გამოვსახავთ, მაგრამ ჩვენ ვცადოთ და წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს ესეთი მრავალცვლადიანი, არა ორცვლადიანი, არამედ n-ცვლადიანი სივრცე, 10-ცვლადიანი მაგალითად სივრცე, რომელსაც ჩვენ ვიზუალურად ვერ დავინახავთ, მაგრამ ესე იგი ტვინით რაღაცნაირად შევეცადოთ, რომ წარმოვიდგინოთ და ელიფსოიდი ამ n-ცვლადიან სივრცეში არის ჰატჩინსონის ეკოლოგიური ნიშა. აქ არის მხედველობაში მისაღები კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ცალკეული ფაქტორები არ ახდენენ გავლენას ორგანიზმზე ერთმანეთისა მიუხედავად, თუნდაც ეს მარტივი ტემპერატურა და ტენიანობა, რომელზეც უკვე ვილაპარაკეთ, არა? ესე იგი, თუ ტემპერატურა არის ძალიან დაბალი და ამავე დროს მე უკვე ვთქვი, ტენიანობაც არის ძალიან დაბალი და ტოლერანტულობის საზღვართან მიახლოვებული, მაშინ ორგანიზმის გადარჩენის ალბათობა იქნება უფრო ნაკლები, ვიდრე თუ მხოლოდ ტემპერატურა არის ექსტრემუმთან, პესიმუმთან მიახლოვებული და ტენიანობა არის ოპტიმალური. მაგრამ უფრო რთული ურთიერთობებიც არსებობს. მაგალითად, ძალიან ბევრ ორგანიზმში ტენიანობა, რომელიც მათ ესაჭიროება, ძალიან ბევრ მცენარეს ტენიანობა, რომელიც მას ესაჭიროება, არის მკვეთრად დამოკიდებული ტემპერატურაზე. მაგალითად, იქ, სადაც ტემპერატურა არის მაღალი, ტენის აორთქლებაც არის შესაბამისად მაღალი. მცენარეს ცხელ კლიმატში სჭირდება საკმაოდ მაღალი ტენიანობა. იგივე მცენარე თუ მოხვდა უფრო ცივ პირობებში, მაგრამ რა თქმა უნდა ისეთ პირობებში, სადაც მას შეუძლია გადარჩენა, მან შეიძლება იკმარისოს ნაკლები ტენიანობით, ნაკლები შემცველობით წყლისა ნიადაგში, რადგანაც ამ წყლის ათვისება ნიადაგიდან არის შედარებით უფრო მარტივი თუ ტემპერატურა დაბალია. აი ეს წიფლის გავრცელების არე არის სწორედ ესეთი რთული სისტემა. ესე იგი, აქ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ არე, სადაც ტემპერატურა არის გარკვეული ტოლერანტულობის საზღვრების ფარგლებში და ამავე დროს მისგან დამოუკიდებლად ტენიანობა. ეს არის არე, სადაც ტემპერატურის და ტენის შეფარდება არის ისეთი, რომ წიფელს შეუძლია ზრდა, წიფელს შეუძლია ნაყოფის მოსხმა, გამრავლება და სადაც შესაბამისად შეიძლება არსებობდეს არა მხოლოდ ცალკეული წიფლის ხე, არამედ წიფლის ტყეები, სადაც კლიმატი ამას უწყობს ხელს. მე შემიძლია კიდევ ერთი მაგალითი მოგიყვანოთ ფაქტორების ურთიერთქმედებაზე. ამ სურათზე არის მცირეაზიური ტრიტონი, ესეთი ძალიან ლამაზი ამფიბია, ბაყაყების შორეული ნათესავი, მამრი ამ ტრიტონების შედის წყალში გაზაფხულობით, მას ეზრდება ესეთ სავარცხელი ზურგზე,
რომლის მეშვეობით ის ცეკვავს, ესე იგი, მდედრთან მას ანაყოფიერებს და ისინი დებენ მერე კვერცხებს და მერე ეს ტრიტონები კარგავენ თავის სავარცხელს და გამოდიან ხმელეთზე და იმალებიან ნიადაგში. სად ცხოვრობს ეს ტრიტონი? თითქმის მთლიანად საქართველოში. მაგრამ ნახეთ როგორ არის დასავლეთ საქართველოში, რიკოტის უღელტეხილის დასავლეთით ეს ტრიტონები ცხოვრობენ მთის ტყის ზონაში, ფაქტიურად ნოლიდან, ესე იგი ტრიტონების პოპულაცია არსებობს მაგალითად ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და ისინი მრავლდებიან იქ პატარა გუბეში, რომელიც პირდაპირ შავი ზღვის ნაპირზე არის და მთაში ადიან ისინი იქამდე, სადაც ადის მთის ტყე და ცოტა უფრო ზევითაც კი. ესე იგი 0-დან 2000-მდე. აღმოსავლეთ საქართველოში ეს ტრიტონები ცხოვრობენ დაახლოებით 500 მეტრის სიმაღლიდან, ესე იგი იქიდან სადაც იწყება რცხილნარი ტყეები, ჯაგრცხილას ტყეები და ისევ ადიან 2000 მეტრამდე, მაგრამ ტრიტონები არ არიან კოლხეთის დაბლობზე და არ არიან თუშეთში ან კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობზე, მაგალითად ყაზბეგში ან მაგალითად ხევსურეთში. რაში არის საქმე? რა არ უწყობს მათ არსებობას ხელს ამ ადგილებში? აღმოსავლეთ საქართველოში 500 მეტრზე ქვემოთ უბრალოდ ტენიანობა არის ძალიან დაბალი და ტრიტონების რადგანაც დიდ ნაწილს თავისი ცხოვრების ისინი ატარებენ ხმელეთზე, ნიადაგი არის ჭარბად მშრალი და ისინი ვერ ზამთრობენ იქ, სადაც არ არის ნამდვილი ტყე და შედარებით ტენიანი ნიადაგი არ ნარჩუნდება მთელი წლის განმავლობაში. 2000 მეტრზე ზემოთ უბრალოდ ცივა. ყაზბეგის რაიონში ან ხევსურეთში ტენიანობა არის უფრო მაღალი, ვიდრე შესაბამისად თბილისის მიდამოებში, მაგრამ არის უფრო დაბალი იმაზე, რაც აუცილებელი არის ტრიტონისთვის, აი იმ შედარებით ცივ კლიმატურ პირობებში. ესე იგი, მაღალმთიანეთში. დასავლეთ საქართველოში ისინი გაცილებით უფრო მაღლა ადიან მთაში, იმიტომ რომ იქ ტენიანობაც ნარჩუნდება მაღალი დაბალ ტემპერატურისას. კოლხეთში ტემპერატურა არის არანაკლები, ესე იგი, ტენიანობა არის არანაკლები, ვიდრე ძალიან ბევრ ადგილას, სადაც ტრიტონები არიან, მაგრამ აქ უკვე მნიშვნელობა აქვს ჭარბ ტემპერატურას. ესე იგი, ისეთ ტენიანობისას, როგორიც კოლხეთში არის ძალიან მაღალი ტემპერატურა, იქ ტენიანობა არის ჭარბად მაღალი იმისთვის, რომ იარსებონ ამ ცხოველებმა. ესე იგი, რეალურად, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ტოლერანტულობის საზღვრებზე, ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ორი რამ. არსებობს ორგანიზმის ტოლერანტულობის საზღვრები, ჩვენ გახსოვთ ვილაპარაკეთ სიცოცხლის იერარქიაზე, დაწყებული უჯრედიდან, დნმ-ის მოლეკულიდან, უჯრედი, ორგანიზმების დაჯგუფება, პოპულაცია ან კოლონია და ასე შემდეგ, არა? და ჩვენ შეგვიძლია ტოლერანტულობის ლიმიტების ცნება მიუსადაგოთ ნებისმიერ ამ ორგანიზაციის დონეს. ჩვენ შეგვიძლია მიუსადაგოთ ის ცალკეულ ორგანიზმს. ხო, ესე იგი, თუ ინდივიდი კარგად გრძნობს თავს, ჭამს, სვავს, არ ვიცი, ესე იგი, არ კვდება, არ ავადდება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორგანიზმისთვის ეს პირობები არის საკმარისად კარგი, მაგრამ ამავე დროს ეს პირობები შეიძლება არასაკმარისად კარგი აღმოჩნდეს ორგანიზმების დაჯგუფებისათვის, პოპულაციისათვის, თუ ამ პირობებში ვერ ხდება წარმატებული რეპროდუქცია და თუ ამ პოპულაციის რიცხვი გამრავლების შედეგად ამ პირობებში ვერ იზრდება. ესე იგი, აი აქ ჩვენ შეგვიძლია ორნაირად წარმოვიდგინოთ ოპტიმუმი, ესე იგი ორგანიზმის ოპტიმუმი, სადაც ორგანიზმი ნორმალურად ცხოვრობს, შეიძლება ესეთი პლატოს სახით წარმოვიდგინოთ, იმ დროს, როდესაც პოპულაციის პირობების ოპტიმუმი ჩვენ უფრო
მრუდად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ ამ მრუდის მწვერვალი ეს პლატო არის ისეთი, სადაც ორგანიზმის გადარჩენის ალბათობა რაღაც მიმოცემულ დროის პერიოდში უდრის ერთს, ანუ ორგანიზმი არ მოკვდება ამ მოცემულ დროის პერიოდში, თუ ლაპარაკი არის პოპულაციაზე, იგივე დროის პერიოდში ეს იქნება უფრო მრუდი, რადგანაც არსებობს რაღაც ესეთი ძალიან კარგი, ძალიან ოპტიმალური პირობები, სადაც გარკვეულ პერიოდში პოპულაციის რიცხოვნობის მატება არის მაქსიმალური და ამ ოპტიმუმიდან მარცხნივ და მარჯვნივ გამრავლების სიჩქარე და პოპულაციის მატება მცირდება. ესე იგი, შემდეგ ამ პირობების მარცხნივ და მარჯვნივ არის სუბოპტიმალური პირობები, სადაც ან ორგანიზმი, აუცილებლად არ კვდება, მაგრამ შეიძლება მოკვდეს, რაღაც ნაწილი ორგანიზმების შეიძლება მოკვდეს და პოპულაცია შეიძლება მრავლდებოდეს, მაგრამ მრავლდებოდეს ისე, რომ ვერ ხდება მისი მკვეთრი რიცხოვნობის მომატება. და არსებობს პესიმუმი, ესე იგი ეს არის ზონა, სადაც ორგანიზმი დიდი ალბათობით მოკვდება, ამ პირობებში ჩვენ თუ მოვათავსებთ, თქვათ 10 ორგანიზმი შეიძლება 5-ზე მეტი დაიღუპოს მოცემულ დროის პერიოდში, ან თქვათ პოპულაცია შეიძლება გამრავლდეს, მაგრამ გამრავლების სიჩქარე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კომპენსაცია გაუწიოს ბუნებრივ სიკვდილიანობას ამავე პოპულაციაში. ესე იგი, ეს არის პესიმუმი, ეს არის პოპულაცია, სადაც ზონა ფაქტორების, ტოლერანტულობის ლიმიტების ფარგლებში, საზღვრების ფარგლებში, სადაც პოპულაცია რაღაც გარკვეული დროის ან განმავლობაში იარსებებს, ან ორგანიზმი რაღაც დროის განმავლობაში იარსებებს, მაგრამ საბოლოო ჯამში დაიღუპება. და ეს არის ლიმიტების გარე ზონა, სადაც ვერ ხდება ორგანიზმის შემთხვევაში გადარჩენა და მოცემულ დროის პერიოდში ის აუცილებლად დაიღუპება, ან სადაც პოპულაციის თვალსაზრისით ვერ ხდება გამრავლება და შესაბამისად პოპულაცია განწირული არის გადაშენებისათვის. აი ამასთან დაკავშირებით მე მინდა კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ცნება შემოვიღო, მე ძალიან მოკლედ გავჩერდები ამაზე, იმიტომ რომ ეს უფრო ეკუთვნის პოპულაციურ ეკოლოგიას, თემას, რომელსაც ჩვენ მომავალში განვიხილავთ და დღეს ძალიან მოკლედ მოგახსენებთ, რაში არის საქმე.